ამერიკის შეერთებული შტატები ირანში მთავარ მიზნებს მიღწეულად აცხადებს. ზუსტი დრო არ კონკრეტდება, თუმცა დონალდ ტრამპი სამხედრო ოპერაციის დასრულებას უახლოეს პერიოდში ანონსებს. თეირანის უარყოფის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისევ ამტკიცებს, რომ შუამავლების საშუალებით მისი სამშვიდობო გეგმის გარშემო ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება. შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში დონალდ ტრამპი ირანს მასშტაბური დარტყმებით და ქვის ხანაში დაბრუნებით ემუქრება. მუხარა ისმის თეირანიდანაც, სადაც გამანადგურებელ ქმედებებს აანონსებენ. კიდევ უფრო მწვავდება ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. ჰორმუზის სრუტის საკითხზე პოზიციონირების გამო ნატოელი მოკავშირეების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მზარდი კრიტიკა ევროპის ქვეყნების არანაკლებ მძიმე რეაქციებს იწვევს. დიდი ბრიტანეთის შემდეგ ტრამპის განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე ამჯერად საფრანგეთის პირველი პირი ემანუელ მაკრონი ხდება. ტრამპს დღეს ევროკავშირიდანაც უპასუხეს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ველზე მიაღწიეს სწრაფ, გადამწყვეტ და გამანადგურებელ გამარჯვებებს. ომი, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით უკვე მოგებულია, მეხუთე კვირაა გრძელდება. იბომბება სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტები. სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანულ სარაკეტო შეტევებს იგერიებენ. თეირანში კი უარყოფენ, რომ მათი სამხედრო ძალები დასუსტებულია. როდის დასრულდება კონფლიქტი? მალე, რამდენიმე კვირაში. შესაძლოა თვეებიც გაგრძელდეს. დონალდ ტრამპისგან ამ კითხვაზე პასუხის რამდენიმე ვერსია მოვისმინეთ. თუმცა როგორც ამერიკული გამოცემა Axios-ი წერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე აღარ აქვს და ის გადაწყვეტილებებს მოვლენების განვითარების შესაბამისად იღებს. ომის ისტორიაში არასდროს ყოფილა, რომ მტერს ასეთი აშკარა და დამანგრეველი მასშტაბური დანაკარგები განიცადა სულ რამდენიმე კვირაში. დღეს სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ძირითადი სტრატეგიული მიზნები დასასრულს უახლოვდება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამერიკის ყველა სამხედრო მიზნის მალე დასრულების გზაზე ვართ. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენ ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია. მოლაპარაკებები გრძელდება. თუ შეთანხმება არ იქნება, ჩვენ ძალიან ძლიერად და სავარაუდოდ ერთდროულად დავარტყამთ მათ ყველა ელექტროსადგურს. დონალდ ტრამპი ამჟამად ორ ფრონტზე იბრძვის. ირანთან სამხედრო კონფლიქტშია ჩართული, ხოლო ევროპას ვერბალურ ომს უცხადებს. მიზეზი დასავლელი ლიდერების განსხვავებული პოზიცია გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის ირანში სამხედრო ოპერაციაზე და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე. ევროპელების აზრით, ტრამპის მოთხოვნა სრუტის სამხედრო ოპერაციის გზით გახსნის შესახებ არარეალისტურია და საჭიროა დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება. უფრო კონკრეტულად, ეს სიტყვები საფრანგეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. მას, ვინც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კիր სტარმერის შემდეგ გახდა დონალდ ტრამპის არამხოლოდ კრიტიკის, არამედ დაცინვის ობიექტიც. ურეკავს საფრანგეთს მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა. მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს, რომ არ მოსულა და ვეუბნები. ემანუელ ძალიან გვინდა დახმარება სპარსეთის ყურეში. მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ცუდ ხალხს ვანეიტრალებთ და ბალისტიკურ რაკეტებს ვანადგურებთ. ძალიან გვინდა თქვენი დახმარება. შეგიძლიათ გემები დაუყოვნებლივ გამოაგზავნოთ. მიპასუხა: არა. ამას ვერ გავაკეთებთ, დონალდ. ამის გაკეთება ომის დასრულების შემდეგ შეგვიძლია. მე კი ვუთხარი, ომის დასრულების შემდეგ არ მჭირდება ემანუელ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ კადრებზე საუბრობს, რომელიც გასული წლის 25 მაისით თარიღდება. მაშინ მაკრონმა განმარტა, რომ კადრებში არა ძალადობა, არამედ ხუმრობა იყო ასახული. დღეს კი დონალდ ტრამპს ლექსიკა დაუწუნა და თქვა, რომ ახლა ყურადღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ საკითხებზე, ვსაუბრობთ ომზე. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ამ ომის გავლენის შესახებ ჩვენს ეკონომიკაზე. ამერიკელებიც იგივეს გადიან. საწვავის ფასების ზრდას, ასე რომ ის სიტყვები, რომლებიც მოვისმინე, არც ელეგანტურია და არც ღირსეული. არ ვაპირებ ამაზე პასუხის გაცემას. ეს პასუხსაც არ იმსახურებს. როდესაც გვინდა სერიოზულად ვისაუბროთ, ყოველდღე არ ვამბობთ იმის საპირისპიროს, რაც წინა დღეს ვთქვით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე დონალდ ტრამპის შეხედულებას არ იზიარებენ, თვლიან, რომ აუცილებელია ეს საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. თუ როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას, დღეს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა ვირტუალურ ფორმატში განიხილა. თუმცა შეხვედრას არ ესწრებოდა შეერთებული შტატები. პარალელურად ირანი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლებას მხოლოდ იმ გემებს აძლევს, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან კავშირში არ არიან. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ სრუტეზე გასვლის უფლება თეირანის გადასაწყვეტია. ბოლო 24 საათის განმავლობაში 25-მა გემმა გაიარა სრუტე, რომელიც საერთაშორისო საზღვაო მარშრუტია და რომელშიც ჩვეულებრივ დღეში 150 გემი გადის. ჩვენ ვნახეთ, როგორ მიიტაცა ირანმა საერთაშორისო საზღვაო მარშრუტი, რათა გლობალური ეკონომიკა მძევლად აიყვანა. ეს პირდაპირ ეხება ქუვეითის, ბაჰრეინის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ომანისა და ერაყის სავაჭრო მარშრუტებს.
დასავლელი ლიდერები დიდი ხანია ამბობენ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან არაპროგნოზირებადობას და ევროპის მიმართ კრიტიკას შეეჩვიან. თუმცა როგორც ჩანს, მათთვის მაინც შეშფოთების საგანი გახდა დონალდ ტრამპის განცხადება ნატოდან გასვლის იდეაზე. ირანში სამხედრო ოპერაციის შესახებ მოკავშირეების პოზიციებით შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკმაყოფილებას არ მალავს და ალიანსის წევრებს ქაღალდის ვებხვებს უწოდებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის თქმით კი მისთვის გაუგებარია შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკის საფუძველი ნატოს მიმართ. ამ განცხადებების ფონზე ირკვევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში ჩავა. შეხვედრის დეტალები უცნობია. მართალია ამბობენ, რომ ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა. თუმცა უკვე ცხადია, რომ შეხვედრების დღის წესრიგი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და ნატოს მომავალს შეეხება. ახლა ისევ ისმის პრეტენზიები, რომლებიც არ ეფუძნება დახმარების რეალურ თხოვნებს. ერთის მხრივ ისინი თითქოს ამბობენ, რომ არავინ სჭირდებათ, მაგრამ მეორეს მხრივ გვადანაშაულებენ, რომ არ ვეხმარებით მათ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თხოვნა საერთოდ არ გაკეთებულა. ასეთი თხოვნები მედიის საშუალებით არ იგზავნება. ჩვენ გვჭირდება რეალური წარმოება და უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა. რა თქმა უნდა, ვერავინ შეცვლის ამერიკელებს, რადგან ნატო სამოკავშირეო ურთიერთობებზე აგებული, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები წარმატებული იყოს. ომის დასრულების პერსპექტივა ჯერ ისევ ბუნდოვანია, თუმცა ფაქტია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის თითოეულ სიტყვას მის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა აქვს. მაგალითად, გუშინ საღამოს დონალდ ტრამპის გამოსვლის შემდეგ ნავთობის ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა. ამერიკის საფონდო ბირჟებზე კი აქციები დაეცა. ტრამპი პირობასდებს, რომ სიტუაცია მალე დარეგულირდება, თუმცა რთულია იმის თქმა, რა პერიოდს მოიცავს სიტყვა მალე შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის.